გაყიდული ბილეთების რაოდენობა 8,300,000 იყო. მაყურებელთა რაოდენობა 19,480. 4 მებრძოლმა ბელატომ, მონტეზმა, როდრიგეზმა და დობერმა ბონუსები მიიღეს. დანა ჩარლზ ოლივეირამ დომინანტური სანახაობა გვაჩვენა, თუმცა შეიძლება ისეთი სანახაობა არ იყო, რომელსაც მაყურებლები ელოდნენ. შენ რას ფიქრობ, როგორ დასრულდა მთავარი ღონისძიება? მე ეჭვება ასეთ დასასრულს ვინმე მოელოდა, მე მაგალითად არ მოველოდი. ის ხეულის ბოჭები, რომლითაც მიწაზე ადვილად გადაიყვანა და აბსოლუტური დომინაცია გვანახა პარტერში. მეგონა დგომში ჩხუბს უფრო ვიხილავდით. ასევე მაქსისგან თეიქდაუნებისგან უკეთეს დაცვას მოველოდი. ან თუ პარტერში გადაიყვანდა რაუნდის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა წამომდგარიყო, თუმცა სრული დომინაცია ვიხილეთ. ბოლოს და ბოლოს სამ სპორტის მთავარი მიზანი ხომ გამარჯვებაა, თუმცა როცა საქმე BMF-ის ტიტულს ეხება, არ ფიქრობ, რომ რაღაც დაუწერელი კანონი არსებობს, რომელიც სხვანაირად ბრძოლისკენ გიბიძგებს, მაგალითად დგომში გამართული ომი გრეპლინგის მაგივრად. ფიქრობ, არიან მებრძოლები, რომლებიც ამ წესს მიყვებიან, თუმცა დღის ბოლოს ამ ჩხუბების მთავარი მიზანი მაინც გამარჯვებაა. მანაც გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა და ვფიქრობ, ამაში მაქსის დამეთანხმება. როცა სავარჯიშო კემპს ჩარლსთან მოსამზადებლად გადიხარ, ხვდები, რომ მას შენთან დგომში ბრძოლის არეშინია. და მათ ცხადია ისიც კარგად იცოდნენ, რომ თუ მიწაზე გადაიყვანდა, დღევანდელი დღე ასე დასრულდებოდა. ამ საღამოს განცხადება გააკეთე, რომელსაც ყველა ველოდით. გვესაუბრე იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტა ის, რომ ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ამ ისტორიული ღონისძიების სათავეში ყოფნას იმსახურებდნენ. დიახ, მოკლედ, ჩვენმა მატჩმეიკერებმა გადაწყვიტეს ყველა საზრი მოესმინათ, პოტენციური ბრძოლები შეედგინათ. შემდეგ ჩემთან დაბრუნდნენ და მე ქარდი შევადგინე. ამ ქარდზე პერეირას და განს შორის მძიმე წონის დროებითი ხამრისთვის ბრძოლა გაიმართება. როგორც ხვდები, ეს იმის ნიშანია, რომ ინფორმაცია არ გვაქვს თუ როდის დაბრუნდება ტომ ასპინალი. ედის ხომ არ შეხმიანები ხარ ამასთან დაკავშირებით? დიახ, ცხადია, ტომი თეთრ ცალთან ჩხუბისთვის მზად არ იქნება. სწორედ ამიტომ ჩავნიშნეთ დროებითი ტიტულისთვის ბრძოლაც. დანა თეთრი სახლის ქარდიდან ერთი ბრძოლა ჩავარდა. ამ ბრძოლის ირგვლივ უცნაური გარემოებებია. უმჯობესია თუ ამაზე არ ვისაუბრებთ. სპეკულაცია მიდის, რომ ეს ჯონ ჯონს ეხება. არა, არ ეხება. არც არასდროს შეხებია. მე თქვენ 100,000 ჯერ გითხარით, მეგობრებო, რომ ჯონ ჯონსის თეთრ სახლთან ჩხუბი აზრადაც არ მომსვლია. პირველ რიგში გითხარით, რატომაც არ მივიღე ეს გადაწყვეტილება. და მეორეც, ვიღაცა მეტასათვალეებით მას ვიდეო გადაუყო, სადაც თავის თეძოებზე საუბრობს და ამბობს, რომ ცუდ მდგომარეობაში აქვს. ცოტა ხნის წინ ფეხბურთის თამაშისას ნახავდით, საერთოდ ვერ დარბოდა. ჯონ ჯონსი პენსიაზე სწორედ ამ მიზეზის გამო გავიდა. მას თეძოზე ართრიტი აქვს და ექიმები როგორც ჩანს ეუბნებიან, რომ ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. ეს მხოლოდ ერთი მიზეზია იმ ბევრ სხვა მიზეზებიდან. თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება? ჯონსის შესახებ სულელური ჭორებია. არ ვამბობ, რომ ჩვენ მასთან საუბარი არ გქონდა, ან რომ ჯონ ჯონსი ამ ჩხუბით დაინტერესებული არ იყო. სიგიჟე იცით რა იყო? ჯონ ჯონსი გამოვიდა და ამბობს, რომ თეთრ სახლთან ჩხუბის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მას შემდეგ, რაც მე წერილი გავუგზავნე მის ადვოკატებს და ვუთხარი, ეს არასდროს მოხდება. ანუ სამართლიანი იქნება, რომ თქვათ, რომ ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა და მისი დრო მორჩა. დიახ. ძალიან სამართლიანი. კონორ მაკგრეგორი დღეს ძალიან ბევრ პოსტს წერდა. ბრძოლით მოხიბლული არ ყოფილა და თქვა, რომ თუ ამის სურვილი არსებობს, ჩარლზს გატყიპავდა. ცხადია, ჩარლზ ოლივეირას გულისხმობდა. კონორ მაკგრეგორის შესახებ თუ არის ახალი ამბები. დღეს ჩეილსონენთან ერთად პოდკასტი ჩაწერა, სადაც თქვა, რომ თეთრ სახლთან სავარაუდოდ არ იჩხუბებს. იმ დიდი შემოსავლის გამო, რომლის მოტანაც მას შეუძლია. მაინტერესებს, თუ იცი, როდის იჩხუბებს, ან საერთოდ აპირებს თუ არა დაბრუნებას. არ ვიცი. თუმცა კონორთან საუბრები გვაქვს, ცხადია. თუმცა ზუსტი დრო არ ვიცით, ხო? ამასთან ახლოსაც არ ვართ. ჩარლზ გილოცავ ამ შენს შთამბეჭდავ გამარჯვებას. ცხადია, ყველამ იცოდა, რომ გამარჯვებისთვის სათანადო უნარები ჰქონდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაქს ჰოლოვეის განეიტრალებას შეძლებდი და ყველა რაუნდს გაიმარჯვებდი. ახლა თავს როგორ გრძნობ? თავს ძალიან კარგად გრძნობ. გამარჯვებით მოხარული ვარ. ყოველ ჯერზე როცა გამოვდივარ, მინდა ჩარლზის საუკეთესო ვერსია ვიყო. მაქ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძლიერი მებრძოლია, თუმცა დღეს ჩემი მთავარი მიზანი მისთვის შანსების წართმევა იყო. შენი მხრიდან დომინაციას რომ თავი დავანებოთ, დღეს მაქსმა შეუდარებელი დაცვა გვაჩვენა გრეპლინგში. იცოდი, რომ მას ასეთი კარგი თავდაცვა შეეძლო ჯიუ-ჯიტსუში? დიახ, რა თქმა უნდა, ის ხომ BMF-ია. ნამდვილი გიგანტი, ცხადია, ძლიერია. საქმე იმაშია, რომ სწორი პოზიციები ავირჩია, ყველაფერს ვაკონტროლებდი და ჭკვიანურად ვიჩხუბე. შენ მას თავისი ქვემოთ მითითებების მომენტი უბოძე. ეს წინასწარ ქონა დაგეგმილი, თუ იმ მომენტში გადაწყვიტე და თქვი, მოდი ამით დავასრულოთ. არა, ბრძოლამდე მაქსმა თქვა, რომ ამით მეტოქეს შანსს აძლევდა. ბრძოლის დროს, როცა გალიასთან ვაკონტროლებდი,
რაღაცას ამბობდა, მე კიდე მეგონა წუწუნებდა. და უკმაყოფილო იყო, რომ ვაკონტროლებდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ მეუბნებოდა 10 წამი იყო დარჩენილი და დგომში გვეჩხუბა. მეც მას 3 ჩანსი მივეცი. მორიგი დაუჯერებელი მიღწევა შენს ლეგენდარულ კარიერაში. ბრისი გაკეთება დაიქრჩა ამ სპორტში. ნუ თუ კიდევ ვაპირებ რამეს სანამ ამ სპორტს თავს დაანებებ. აღარაფრის. მე უბრალოდ მინდა ბრძოლა გავაგრძელო. ჩემი საქმე გავაკეთო და გაჩვენოთ, რომ ბიჭს ღარიბი უბრიდან შეუძლია ჩემპიონი გახდეს და ისტორია დაწეროს. და რაც მთავარია ამის გაკეთება სანახაობრივი ბრძოლების გამართვით და მისი მეტოქეების პატივისცემით შეუძლია. სანამ შენი ბრძოლის დრო დადგებოდა, UFC თეთრი სახლის ქარდისთვის 2 დიდი მსუბუქი წონის ბრძოლა გამოაცხადა. მთავარ ღონისძიებაზე ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი. შემდეგ მაიკ ჩენდლერი და რუფი. მაინტერესებს რას ფიქრობ ამ ორთა ბრძოლებზე და შენი შემდეგი ბრძოლის გამო აკვირდები თუ არა მთავარ ბრძოლას ილიასა და ჯასტინ შორის. რა თქმა უნდა, მთავარი ღონისძიება მნიშვნელოვანი ბრძოლაა. ქამრის გაერთიანება ხდება. რუფისა და ჩენდლერის ბრძოლაც დიდია. ისინი ამ დივიზიონის გიგანტები არიან და ჩემი მიზანი ქამრის მოპოვებაა. ამიტომ ახლა სახლში წავალ დავისვენებ და ამ ბრძოლებს ყურადღებით დავაკვირდები. კონორ მაკგრეგორმა და ნეით დიაზმა შენს გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთეს. არც ერთი აღფრთოვანებული არ ყოფილა შენი ჩხუბით. კონორმა თქვა, რომ ჩარლზის შემოულაწუნებო, ნეითმა თქვა, რომ მოსაწყენი ორთა ბრძოლა იყო. სანამ სატიტულო ბრძოლას ელოდები, მათ შორის რომელიმე ხომ არ დაუპირისპირდები. როგორც უკვე ვთქვი, მე ტიტულზე ვარ კონცენტრირებული. თეთრი სახლის ტურნირს დაველოდები და ვნახავ მან რა მოხდება. კონორთან ჩხუბს დავთანხმდებოდი ქვესაშუალო ან საშუალო წონაში. მნიშვნელობა არ აქვს. თუ უნდა გრან-პრი გავმართოთ და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. აწონვების დროს თქვი, რომ დედა შენს დაბადების დღე ჰქონდა, რომ საჩუქარი BMF-ის კამარი იქნებოდა. როგორ იგზენი თავი, როცა შენი პირობაში ასრულე და მას ასეთი საჩუქარი გაუკეთე. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ჩემი სიტყვა შევასრულე. დაუჯერებელი მომენტი იყო, უფალს მადლობა, რომ ამის შესაძლებლობა მომცა. თეთრი სახლის გამარჯვებულთან თუ რევანშის შანსი მოგეცემა, რას შეცვლიდი მათთან ბრძოლის შანსი რომ მოგეცეს. თუ გავითვალისწინებდით ილიასთან მარცხს და რამდენი ხნის წინ შეხვდი გეიჯს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს და ტიტულისთვის ვისთან მიჩხუბებ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიქნები. აი ეს არის მთავარი. არმან ცარუკიანი დღეს არენაზე ხელბორკილებით იყო მოსული. ის შენს დივიზიონში მეორე ადგილზეა. თან მასთან ისტორიაც გაქვს. განიხილავდი თუ არა მასთან ჩხუბს სანამ ჯასტინი და ილია თავის საქმეს მოაგვარებენ. საქმე ისაა, რომ არმანს პრობლემა ჩემთან კი არა UFC-სთან აქვს. წესით მას დიდი ხნის წინ უნდა მიეღო სატიტულო ბრძოლა, თუმცა ასე არ მოხდა. ამიტომ ახლა მას უწევს UFC-სთან პრობლემების მოგვარება. თეთრი სახლის ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა დასაზღვევია. მზად ხარ წონა დაიკლო და ეს ღონისძიება დააზღვიო? დიახ, რა თქმა უნდა, მზად ვარ დავაზღვიო და ფული გავაკეთო. BMF-ის კამარი მამა შენმა გადმოგცა. მითხარი თავად მამა შენს რა ხდის BMF-ად. ის ფაქტი, რომ ის ნამდვილი კაცია და რომ მან ყველაფერი გაიღო ჩემთვის და ამ წარმატებისთვის მე დიდი ვალი მაქვს. მეც ვეღარაფერს დავამატებ, რადგან შეიძლება ვიტირო. ოქტაგონზე ერთი მომენტი იყო, სადაც მას კამარი ეჭირა და იმის მაგივრად რომ შენთვის მოეცა, ის ზეიმობდა. იცოდა რომ კამარი შენთვის უნდა მოეცა? რადგან ერთმანეთს უყურებდით და შენ თვალით ანიშნე, მამა, კამარი უნდა შემომხვიო. საქმე კამარში არ არის. არამედ იმაში თუ რა გააკეთა მან ჩემთვის. მთელი ეს წლები მას ჩემი ჯეროდა. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი წარმატება მისი დამსახურებაა. რადგან იყო შემთხვევები, როცა ის მხარს მიჭერდა, რათა ჩემი ოცნება შემესრულებინა. იყო შემთხვევები, სადაც ჩემ გამო დედა ჩემთან კამათი მოსვლია და დაჟინებით მოუთხოვია ჩემი საქმე გამეგრძელებინა. ყოველთვის ჯეროდა ჩემი ტალანტის და რომ წარმატებას მივაღწევდი. სწორედ ამიტომ მივეცი შესაძლებლობა, რომ ჩემთვის კამარი გადმოიცა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ პირველი შემთხვევაა UFC-ში, სადაც მამა საკუთარ შვილს ოქტაგონზე კამარს აძლევს. სწორედ ამიტომ ვიყავით გახარებულები. მართლაც ისტორიული მომენტი იყო, რისთვისაც ღმერთის დიდი მადლობელი ვარ. ჩარლზ, ვიცით რომ სანამ MMA კარიერას დაიწყებდი, ბავშვობაში ავადიყავი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. შენი მაღალი ემოციური ცნობიერება ამის მიზეზი ხომ არ არის? დიახ, რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ რამხელა გზა იმ ბავშვიდან, რომელსაც ექიმები ქუჩაში თამაშს უკრძალავდნენ.
წარმატებულ მებრძოლამდე, რომელმაც ისტორია დაწერა და მსუბუქი წონის ჩემპიონიც იყო. დღეს კი BMF-ის ჩემპიონია. უბრალოდ წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ ყველა ბავშვს მინდა მივმართო, არასოდეს დანებდით.